ახლა ჩვენ ქალბატონ თინას ოჯახის წევრებთან ერთად ვიმყოფებით. ალბათ ჩვენ მაყურებლებსაც აინტერესებდა თენახა თქვენი ოჯახის შემადგენლობა. გავაგრძელოთ საუბარი თუნებას მომცემთ უკვე თქვენი ოჯახის წარმომადგენლებთან ერთად. თქვენ წევან დაასახებებთ, უпростоრად ახსენეთ ქართველი ქალები. ახლა კიდევ მინდა გავაგრძელო ეს თემა. აი ვინ არის ის ადამიანები, ქართველი ქალები, თუნდაც ლიტერატურული გმირი, თუნდაც ისტორიული გმირი, რომელიც თქვენთვის იდეალი არის და იქნება მომავლისათვის. ჩემთვის იდეალი არის ქეთევან წამებული, მარიკა ბარათა, ლორდ ქიფანიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ესენი არიან ჩემთვის გმირი ქალები. ძალიან აგრეთვე არიან მსახიობებიც. ჩემთვის გმირები, კარგი მსახიობები, ლია ელიავა. გავიც ძალიან ბევრი არის გმირი ქალები. რა გამოლეს საქართველოში გმირები ძალიან ბევრი არიან გმირი ქალები. ქალბატონო თენა, ესე იგი ერთი ესეთი უცნაური ფაქტიც მინდა მოვიყვანო. აი, როდესაც ლაპარაკი არის, რომ უნდა დავეხმაროთ გაჭირებულ ადამიანებს, არა? ერთი ასეთი უცნაური ფაქტი მოხდა ამერიკაში, რომ ქალმა 65 წლის ქალბატონმა გადაიცვა მამაკაცის ტანსაცმელი და გაძარცვა ბანკები. ესე იგი ბანკები გაძარცვა და ეს მთელი ფული შეიტანა უპატრონო ბავშვთა სახლის ანგარიშზე. მთელი ფული აბსოლუტურად აი თქვენი მეუღლე არის იურისტი და როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს? უნდა დაისაჯოს ის ქალი თუ არ უნდა დაისაჯოს ბატონო? მე თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამჟამად კანონის უზენაესობა და რაც არ უნდა დიდი სიკეთით და დიდი პათოსით კეთილი იმ განწყობით იყოს ჩადენილი ეს დანაშაული. კანონი მაინც იბრძოლებს თავისი სასჯელის ზომით. მაგრამ ეს სასჯელი არ იქნება ისეთი, აი ესეთი რაღაც არ იქნება, რომ აი ესეთი მძიმე არ იქნება. სულკად მაინც დასჯიან, სასჯელს მაინც მიიღებს ეს კაცი. ჩემი აზრით არა, მეც მაგას გავაკეთებ. გადაურიცხავდი იმ ინვალიდებს, გინდაც იმ უპატრონო ბავშვებს, ვისთვინაც იმათთვის უფრო საჭიროა ეს თანხები. ალბათ ძალიან, აი მე მაგალითად ვკითხულობდი გუშინ რეზონანს ომარი მოვიტანა, საქართველოშიდაც რამდენი მილიონერები გვყავს. ვილები აქვთ საზღვარგარეთ აშენებულები და რამოდენა ფული საზღვარგარეთის ბანკებში, ხო? სიამოვნებით გავხურდავდი იმათ ბანკებს. დაურიგებდი ინვალიდებს და თუნდაც ბავშვებს. რატომ თვითონ არ უნდა გააკეთონ ეს? აი დაუშვათ იმის გარეშე. თქვენ რას მეკითხეთ? იმათ ფული რო აქვთ უკვე ენანებად სვეტვის მისაცემი. ხო ვიცი, კაპი ეს ჰასმანეც რო კაპიკი აკლდეს, ასიმანეთი აღარ იქნებაო და ამ საზომით ზომავენ ის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი აქვთ ფული და არ შეუძლიათ რომ მოაკლონ. აი იმ თვალსაზრისით ეს ქალი ძალიან კარგად მოქცეულა. გაქურდა და ამიტომ არ უნდა დაისაჯოს. მე ვფიქრობ არ უნდა დაისაჯოს. ძალიან კარგი. გავიგებთ ახლა მაგის შესახებ, ალბათ გავუქვეყდება ინფორმაცია თუ რა სასჯელი. თვითონაც ვფიქრობდნენ რომ არ უნდა დაისაჯოს, მაგრამ კანონს გვერდს რა უვლითო და შეიძლებაო მაინც რაღაცა სასჯელი გამოვუტანოთ ასეთი რიგრეყო. ახლა ქალბატონ თინა წარმოგვიდგინეთ თქვენი ოჯახის წევრები. ჩემი ოჯახის წევრები არიან ბატონი ომარი ბრეგვაძე, ჩემი მეუღლე, ყავს აგრეთვე სამი შვილი, ლევან ბრეგვაძე, კობა ბრეგვაძე და პატა ბრეგვაძე და ჩემი ძალი ფიქრია გელაშვილი. ყავს ორი პატარა შვილი, დათუნა და ლევან ბრეგვაძეები. ეს რომელია? ეს არის უმცროსი, რომელსაც ქვია ჩემი უფროსი ბიჭის სახელი ლევანი. დათუნას ძინავს ვერ გავაღვიძეთ. აი ეს რომელიც საბერძნეთშია თქვენ ახსენეთ წერა. იქ რა მოღვაწეობას ეწევა და თუ შეიძლება გითხრათ რამდენიმე სიტყვა მის შესახებ. დიაკვანი არის ათონის მონასტერში მოღვაწეობს. ისეთ ადგილზეა, სადაც 59 წლის მანძილზე ქართველი არ ყოფილა და ქართველმა ლევანიმ წაიკითხა პირველად ქართულად იქ ფსალმუნები. იქ მოღვაწე ქართულად წაიკითხა და რა ვიცი ძალიან დიდი პატივისცემით სარგებლობს იქ. რა ვიცი ძალიან ემადრიელებიან და ალბათ მალე ჩამოვა. ეხლა საქართველოში 1-2 წელიწადში ალბათ ჩამოვა. ჩემი უმცროსი ბიჭიც იქ არის ეხლა. ერთად ჩამოვლია პარალელურად სწავლობს. მე კიდევ ერთხელ მინდა გკითხოთ ჩვენი გადაცემის დასასრულს უბრალოდ გთხოვოთ რომ იმ ადამიანებს რომლებიც დღეს ძიმე მდგომარეობაში არიან არა მარტო თქვათ ის ინვალიდი იქნება თუ ის ქალებიც რომლებიც დღეს ასეთ ტვირთს ატარებენ იმისათვის რომ ოჯახი გადაარჩინონ იმისათვის რომ ქვეყანა გადაარჩინონ რას მიმართავდით და რას ეთქვით
მე მიმართავდი იმას, რომ ნუ შეეშინდებათ დღევანდელი ცხოვრებით. ეს სულ ასე არ იქნება. იმიტომ ქართველი ქალი მაინც თავისი სიამაყით იყო და იქნება მუდამ. და არ შეეშინდეთ. რა ვქნათ, უნდა გავაკეთოთ ჩვენი ოჯახის გულისთვის, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, თუნდაც უნდა ავიტანოთ ეს დუხჭირი ცხოვრება. ყველაფერი ამ პატარების გადასარჩენად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. დღეს დღეობით აღარ არის ის ადრე თუ ქართველი ქალი რაღაც სიამაყით დადიოდა ქუჩებში, დღეს ეს ქართველი ქალი სიამაყით თითქოს აღარას ჩანს, იმიტომ რომ ამ ცხოვრებამ იმდენად რა ვიცი, აი თითქოს დააბეჭავა ქართველი ქალი. ეს ყველაზე არ ითქმება, რა თქმა უნდა, მაგრამ მეტი ნაწილი ეგრე არის, მეტი წილი. ალბათ დადგებად რომ ქართველ ქალს მაინც თავისი ადგილი ექნება. ეს აუცილებლად ეგრე იქნება. მე ასე მწამს, ჩემი მწამსი ეგრე არის და მე ინვალიდებს მინდა უსურვო, რომ რაც მთავარია, სულით გამაგრდნენ. ღმერთის წყალობით ჩვენ კარგად ვიქნებით. მე მგონი, ღმერთის იმედი ჯიბას მეგობრებო. ქალბატონ თინას სჯერა რომ გადარჩება საქართველო და გამოვა ამ უაზრო ცხოვრებისაგან. სჯერა და წამს რომ ქართველი ქალის ღირსებას ვერავინ ვეღარ შელახავს. სჯერა იმისა რომ დაუბრუნდება მას თავისი ჯანმრთელობა. სჯერა ჩვენც გვჯერა და გვწამს. რწმენა კი ძალიან ბევრს ნიშნავს.